განვიხილოთ მიწისძვრის კიდევ ერთი დამახასიათებელი პარამეტრი ფოკალური მექანიზმი. ცნობილია, რომ მიწისძვრა წარმოიშვება, როდესაც ენერგია გამოთავისუფლდება დედამიწის რაღაც შემოსაზღვრულ მოცულობაში. ეს ენერგიებია გრავიტაციული პოტენციალური ენერგია, კინეტიკური ენერგია, ქიმიური ენერგია, დრეკადი დაძაბულობის ენერგია. მხოლოდ დრეკადი დაძაბულობის ენერგიას შეუძლია გამოთავისუფლდეს საკმარისი რაოდენობით, რომ გამოიწვიოს ძლიერი მიწისძვრა. მიწისძვრებს, რომლებიც წარმოიშვებიან დრეკადი დაძაბულობის ენერგიის გამოთავისუფლებით, ეწოდება ტექტონიკური მიწისძვრები. ყველაზე საინტერესო საკითხია გავარკვიოთ, თუ რა პროცესები იწვევს დრეკადი დაძაბულობის ენერგიის დაგროვებას. ის, რომ მიწისძვრის დროს ხდება დრეკადი დაძაბულობის ენერგიების ნელ-ნელა დაგროვება და შემდგომ მისი უეცარი გამოთავისუფლება, გამომდინარეობს მიწისძვრის საველე შესწავლისაგან. რეიდმა შეისწავლა სან-ანდრეასის რღვევაზე 1906 წელს მომხდარი კალიფორნიის მიწისძვრის გეოდეზიური გაზომვების მონაცემები მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდგომ. ამ მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 8.4. ამ მიწისძვრის დროს გადაადგილება რღვევაზე ზოგან იყო 7 მეტრი, სიგრძე კი 1300 კილომეტრი. ეს რღვევა გამოსული იყო დედამიწის ზედაპირზე და ამიტომ მისი გაზომვა ადვილად შეიძლებოდა. ეს მიწისძვრა ხასიათდებოდა დიდი ჰორიზონტალური გადაადგილებით ზვრით ზედაპირზე, რაც კარგად ჩანს სურათზე. ზოგიერთი მიწისძვრის დროს, რომლისთვისაც რღვევა გამოდის ზედაპირზე, შეიძლება წარმოიშვას ნაპრალი, მაგრამ ნათელია, რომ თუ რღვევა ხდება რაღაც სიღრმეზე და არ გამოდის ზედაპირზე, მაშინ გადაადგილება ხასიათდება მხოლოდ ზვრით. ამ საველე მონაცემების შესწავლის შედეგად 1910 წელს რეიდმა ჩამოაყალიბა თეორია მიწისძვრის კერის შესახებ. იგივე დრეკადი უკუქმედების თეორია, elastic rebound, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. მიწისძვრა ხდება დრეკადი დაძაბულობის მოქმედების შედეგად, გამოწვეული გარემოს თვლიანობის რღვევით. მან დაადგინა, რომ მიწისძვრის გამომწვევი ძალები არ არიან ახლოს მიწისძვრის კერასთან, პირიქით, ისინი ძალიან შორსაა. მან გამოთქვა აზრი, რომ ეს შორი ძალები იწვევენ დედამიწაში დაძაბულობის ზრდას 10-ული, 100-ული და 1000-ული წლების განმავლობაში, რაც იწვევს თავის მხრივ ჩვენს ფეხქვეშ დედამიწის ნელ დეფორმაციას. ამ შორი ძალების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დედამიწის ფილაქნების მოძრაობა ერთმანეთის მიმართ. ვთქვათ, განვიხილოთ ეს ნახაზი. ვთქვათ, გზა აშენებულია რღვევის პერპენდიკულარულად. შორი ფილაქნების მოძრაობა, მსხვილი ისრები, იწვევენ რღვევის სიბრტყის ორივე მხარეს დეფორმაციის დაგროვებას. რღვევის სიბრტყეზე ჯერ არ ხდება გადაადგილება. რღვევის სიბრტყის ბაგეებს შორის ხახუნის ძალა ეწინააღმდეგება მოძრაობას. დეფორმაცია იზრდება რამოდენიმე სანტიმეტრით ყოველ წელს, მრავალი წლის განმავლობაში და როდესაც დაგროვილი დეფორმაცია საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაძლიოს ხახუნის ძალა, ქანების სიმტკიცის ზღვარი, მოხდება მიწისძვრა, ანუ დაძაბულობა როცა მეტი გახდება იმ ძალებზე, რომელიც იჭერს ქანებს ერთად. მიწისძვრის დროს რღვევის ირგვლივ ქანების ის ნაწილი, რომელიც არ მოძრაობდა, უეცრად გადაადგილდება რამოდენიმე წამში იმდენით, რამდენითაც ფილაქნები გადაადგილდებოდნენ წინა წლების განმავლობაში. დრო A-დან B-მდე პერიოდი შეიძლება იყოს თვეებიდან 100 წლეულების ჩათვლით. მაშინ, როცა B-დან G-ში
შეიძლება იყოს წამები. ეს პროცესი გავს რეზინის გაჭიმვას, რაც მეტად არის დეფორმირებული ქანები, გაჭიმული რეზინა, მეტი დრეკადი დეფორმაცია გროვდება და მეტია ალბათობა იმისა, რომ მოხდება მიწისძვრა. რღვევის გავრცელებისას ნაწილობრივ ენერგია გადადის სითბოში, ნაწილობრივ ქანების ნგრევაზე და ნაწილობრივ გამოთავისუფლდება დრეკადი ტალღების სახით. რეიდის თეორიით შეიძლება აიხსნას თუ რატომ ხდება მიწისძვრის გავრცელება სიბრტყეზე, ესე იგი კერის მოდელირება შეიძლება როგორც სიბრტყე. მოკლედ, რეიდის თეორიის ძირითადი პოსტულატების ფორმულირება შეიძლება ასე. პირველი, ქანების რღვევა, რომელიც იწვევს ტექტონიკურ მიწისძვრას, გამოწვეულია იმ დრეკადი დაძაბულობით, რომელიც აღემატება ქანების სიმტკიცეს და განპირობებულია დედამიწის ქანების ერთმანეთის მიმართ გადაადგილებით. მეორე, დრეკადი დეფორმაციები გროვდება დედამიწის ქერქის ფილაქნების ნელი ურთიერთმოძრაობის შედეგად. მიწისძვრის დროს მოძრაობას წარმოადგენს მხოლოდ დრეკადი უკუქმედება, ანუ რღვევის ბაგეების უეცარი გადაადგილება იმ მდგომარეობაში, სადაც დრეკადი დეფორმაციები უკვე აღარ არსებობს. ეს მოძრაობები ნელ-ნელა ცხრება და ქრებიან რღვევიდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით. სეისმური რხევები წარმოიშვებიან რღვევის სიბრტყეზე. ის სიბრტყე, რომელზედაც ისინი იღებენ სათავეს, თავდაპირველად წარმოადგენს ძალიან პატარა ფართობს, რომელიც შეიძლება უეცრად გაიზარდოს დიდ ზომამდე, სიჩქარით, რომელიც არ აღემატება განივი ტალღების სიჩქარეს ქანებში. და მეხუთე, მიწისძვრის დროს გამოთავისუფლებული ენერგია იყო დაგროვილი ქანების დრეკადი დეფორმაციის ენერგიის სახით უშუალოდ რღვევის წინა მომენტში. 1923 წელს ნაკანომ პირველმა აღწერა სიგრძივი ტალღების პირველი შემოსვლების კანონზომიერი განაწილება წყაროდან სხვადასხვა მიმართულებით მდებარე სეისმურ სადგურებზე და შემოიღო ნოდალური სიბრტყის ცნება. ეს ნაჩვენებია ნახატ მეშვიდეზე. პირველი შემოსვლა, ანუ ჩანაწერის გადახრა სეისმოგრამაზე ხდება სიგრძივი P კუმშვის ტალღის შემოსვლისას. გადაადგილება ზემოთ შეესაბამება წყაროში კუმშვას, ანუ მოძრაობას ეპიცენტრიდან და აღინიშნება პლუსით. მაგალითად, აქ არის ზემოთ გადაადგილება პლუსი. ქვემოთ გადაადგილება მინუსი. გადაადგილება ქვემოთ, ანუ მოძრაობა ეპიცენტრისაკენ, რაც შეესაბამება განკუმშვას და აღინიშნება მინუსით. პირველი მოძრაობა თავისი ტიპებით იყოფა 4 კვადრატად: 2 კუმშვის და 2 განკუმშვის. გაყოფა მათ შორის ხდება რღვევის სიბრტყისა და მისი მართობის სიბრტყის მიმართულებებით. ამ სიბრტყეებზე, რადგან პირველი მოძრაობა იცვლება განკუმშვიდან კუმშვაზე, სეისმოგრამაზე პირველი შემოსვლა არის ძალიან პატარა, ან სულაც ნულოვანი. ამ ორ მართობულ სიბრტყეებს ეწოდება ნოდალური სიბრტყეები და ყოფენ კუმშვის და განკუმშვის მეოთხედებს. თუ ამ სიბრტყეებს ვიპოვით, რღვევის სიბრტყის გეომეტრიაც გვეცოდინება. ერთი პრობლემა არის ის, რომ პირველი მოძრაობები ნამდვილ რღვევის სიბრტყეზე და მის მართობულ სიბრტყეზე ერთნაირია. ამიტომ პირველი მოძრაობით ვერასოდეს დავადგენთ ჭეშმარიტ რღვევის სიბრტყეს. ამაში შეიძლება დაგვეხმაროს გეოლოგიური მონაცემები ან ავტორშოკების განაწილება და სხვა. მრავალმა მეცნიერმა შემოგთავაზა წყაროს მოდელები, რომ აეხსნათ სეისმური ტალღების ასეთი განაწილების სურათი. ყველაზე საინტერესოა 1955 წელს ბაიერლის მიერ შემოთავაზებული მოდელი, მომენტის მქონე დიპოლი
და 1956 წელს ვეძენსკაიას მიერ შემოთავაზებული მოდელი მომენტის მქონე ორმაგი დიპოლი. ეს იგივე სურათია, სადაც კუმშვა და განკუმშვა გაყოფილია კვადრატებად და აი მეცხრე ერთმაგი დიპოლი და ორმაგი დიპოლი. მათემატიკურად სწორედ ასეთი მოდელების შედეგად გამოწვეული სიგრძივი ტალღების გადაადგილების ველი შეესაბამება ზემოთ მოყვანილ სურათს.